ავიღოთ მაშინ მე თუმეტეს ელენე მირიანაშვილი გვიერთდება სწორედ სვანეთიდან გემო ფესტი 2 დღის განმავლობაში მესტიაში მიმდინარეობდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები. ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე იყო ჩართული და ელენემ რამდენიმე მათგანთან ერთად ახლა შესაძლებლობას მოგცემს რომ შემოგვიერთდეს და გაგვიზიაროს ყველაფერი ამ გემო ფესტის საქართველო მე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და მისტიური მხარიდან სვანეთიდან მოგესალმებით უნიკალური ბუნებით დაჯილდოებულ ამ კუთხეში სადაც უძველესი ტრადიციები და ადათ-წესები დღემდე არის შემონახული გასტრონომიული კულტურაც გამორჩეულია როგორც ხედავთ ჩემს გარშემო შეკრებილები არიან ადგილობრივი მეწარმეები რომლებიც ჩვენთან ერთად მოამზადებენ როგორც ტრადიციულ ისე ნაკლებად ცნობილ სვანურ კერძებს ახლებური ინტერპრეტაციით და სხვადასხვა მინდა გითხრათ რომ აი ეს ადამიანები მესტიაში გამართულ 2 დღიან გემო ფესტში იღებდნენ მონაწილეობას ფესტივალში მიღებულ გამოცდილებას კი ახლა ერთ-ერთი მათგანისგან მოვისმენთ დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. გითხარით თქვენ რით დახვდით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს რომელი კერძით და გამოცდილების შესახებაც გაგვიზიარეთ. გამოცდილება დიდად არა მაქვს. პირველად ვიღებ მონაწილეობას გენოცვალე, მაგრამ ძალიან მიყვარს სვანეთი. სვანეთში ვარ გათხოვილი ზოგადად. სვანი არ ბრძანდები? სვანი არა ვარ, იმერელი ვარ. იმერელი ქალბატონი ამზადებს სვანურ კერძებს. მოვუყვეთ მაყურებელს, როგორ უნდა მოვამზადოთ ფეტვიანი ხაჭაპური იმისთვის რომ იყოს ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი რომ იყოს პირველ რიგში ვამზადებთ თვითონ ყველს კარგად შევზელთ შემდეგ ისა ვუმატებთ ფეტვს და ფულს და ვუმატებთ ცოტაოდენ მარილს შემდეგ სვანური მარილი არის საჭირო თუ ჩვეულებრივი? საჭირო გენაცვალე არის ჩვეულებრივი თეთრი მარილი საჭირო იმისთვის რომ კარგი გემო ჰქონდეს არის ძალიან სასარგებლო და კარგია ერთი სიტყვით და მომნეთ და აუცილებლად აი მე აქ ხედავ რომ კეცებზე მზადდება ხო ეს კერძი თუმცა პირველად ვამზადებ საერთოდ ვამზადებ ეხა კეცზე ზოგადად მაქვს გამომცხარი ფეჩზე სვანურ ფეჩზე ცხება ჩვეულებრივად იქით-აქეთ რეალდება და შემდეგ ცხება ესე და გამოდის ძალიან გემრიელი. არაჩვეულებრივადაც გამოიყურება მე მინდა მაყურებელს ვუთხრა და როგორც აი იმერელმა ქალბატონმა სვანეთში მყოფმა იმერელმა ქალბატონმა გითხრა, ესე იგი ფეტვის ხაჭაპური მოგვიმზადა. აი აქ მე ვხედავ გოგონებს, დილა მშვიდობის გოგონება. მშვიდობად. ვიყევით რა ხდება თქვენთან რას ფუსფუსებ? მოკლედ ჩვენ ვაკეთებთ ჩაქონდრილს, თის ქონდრისგან, აქაური კარგი ხორცით და თასმიჯამს, რომელიც ერთად ძალიან გემრიელ არომატებს ქმნის და ეხა უნდა გავკიდო მეც და დავახსენე. გაგვიზიარეთ დილა მშვიდობისა, თქვენც გაგესაუბრებით, გაგვიზიარეთ როგორ მზადდება თქვენეული თაშმიჯამი. არ გეტყვი. გაგვიზიარეთ ერთი რამე მაინც გითხარით ინგრედიენტი, რომელიც განსაკუთრებულს ხდის ამ კერძს. მთავარია კარგი კარტოფილი და ყველი. და კარგი დაწყობა. დაწყობა მე მგონი ყველა შემთხვევაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველა კერძს უხდება აბსოლუტურად თავარია რა გულით უდგები და შესაბამისად ამ გულიდან გამომდინარე კერძიც იდეალური გამოდის, ასე რომ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ინტერპრეტაციით ვარ წარდგენილი სვანეთის გემო ფესტზე. ნამდვილად გეთანხმებით თან რომ გოგონებმა 2 კერძის მომზადება გადაწყვიტეს და აი აქეთაც ხედავ რომ უკვე მამაკაცები ფუსფუსებენ და საინტერესოა მათ ისინი რომელ კერძს ამზადებენ ახლავე გავესაუბრებით მათ დილა მშვიდობის მოგესალმებ. გამარჯობა როგორ ხარ? მშვენივრად განწყობა მშვენიერი ამაღლებული სვანეთს რომ შეეფერება ისეთი. გითხარით რა ხდება თქვენთან? ჩვენთან ხდება და ჩვენთან ხდება სვანური ბურგერი გავაკეთეთ და გვაქვს სოსისის კალათები გვაქვს. დამზადებული, რომელიც გავაერთიანე ზიცხოლა და კუბდანი გავაერთიანე ერთმანეთში რა. აი სვანური ბურგერი როგორია ეს უნდა მომიყვეთ აუცილებლად. ესე იგი ბურგერი გვაქვს ნიგზიანი მწვანე აჯიკითა გვაქვს, შინდის და ღოლანშო წყემლითა გვაქვს, გაწურული მაწვნით, ნიგზიანი მწვანე აჯიკით, ტენილი ყველით და ჩებოლილი ჩავიქლავი ჯირის соусით. ჩვენიერი ესე იგი განსხვავებული სრულიად რა თქმა უნდა რეალური ნამდვილი. განსახი და ქართული და გემრიელი. მადლობა დილა რომ ჩვენთან ერთად დაიწყეთ. ასეთი იყო ჩვენი მოკლე კულინარიული ექსკურსი სვანეთიდან, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ამით რა თქმა უნდა არ სრულდება. ჩვენ დღეს დავბრუნდებით დედაქალაქში და აი ამ ფესტივალზე შეგროვებულ შთაბეჭდილებებს უკვე სიუჟეტის საშუალებით გაგიზიარებთ მიმდინარე კვირაში. ახლა კი ხოჩამდუხარი, გემშვიდობებით სვანურად. ხოჩამდუხარი